ადოლფ ჰიტლერის გეგმის თანახმად კავკასია რუსეთისგან უნდა გამოყოფილიყო და რაიხის ეგრეთ წოდებული რაიხ კომისარიატის კონტროლის ქვეშ ავტონომიური რეგიონი გამხდარიყო. გერმანელებს სურდათ, რომ თბილისი ამ ავტონომიის დედაქალაქი ყოფილიყო, რომლის მოსახლეობა 18 მილიონი იყო. რაიხ კომისარიატში საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკა უნდა შესულიყო. მის იურისდიქციაში ასევე შედიოდა კრასნოდარის და სტავროპოლის ოლქები, ასევე ასტრახანი. გერმანელები ვარაუდობდნენ, რომ საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს რაიხ კომისარიატის ფარგლებში ცალ-ცალკე მმართველები ეყოლებოდათ. გერმანელებისთვის მეტად ფასეული ადიღეის, გროზნოს და რაც მთავარია ბაქოს ნავთობის საბადოები იყო და ისინი ბერლინის სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ უნდა გადასულიყო. ნაცისტებს გეგმები ადგილობრივ მოსახლეობასთან დაკავშირებითაც ჰქონდათ. ისინი კავკასიიდან ებრაელების და რუსების გადასახლებას გეგმავდნენ. ხოლო სხვა ეთნოსის წარმოადგენლებს დაარწმუნებდნენ, რომ მათი მხსნელები იყვნენ და ადგილობრივებში კოლაბორაციონალისტებს მოძებნიდნენ. გერმანელების ეს გეგმა კრახით დასრულდა.